და სწორედ ხელისუფლების ერთ-ერთ წარმატებულ პროექტში ცვლილებები იქნება ჩვენი შემდეგი თემა. Ვინდა რატომ ვეღარ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რატომ დადგა დღის წესრიგში პროგრამაში შესატანი ცვლილებები, ფინანსების სიმწირის თუ ეფექტიანობის ამაღლებისთვის. Როგორ იქნება 2017 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული არის ახალი ამბების სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო ნინო, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. Პირველი კითხვა მექნება, რა კატეგორიის ადამიანები ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ვინ მიიღებს უფრო მეტ სერვისს და მეტ სიკეთეს რეფორმირებული პროგრამის ფარგლებში? დიდი მადლობა, მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ 2013 წელს, როდესაც ამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თავიდანვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა შეეძლო ყველა იმ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არ ჰქონდა კერძო სადაზღვევო პაკეტი. შესაბამისად, აქ ახალი არაფერი არ არის. 2013 წელს მოხდა, ასე ვთქვათ, პირველად ბაზების განახლება, 2014 წელს შემდეგში, ახლა 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება იმ, ასე ვთქვათ, ბაზების განახლება, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს ჩვენ მკვეთრად გამომიჯნოთ ის ადამიანები, ვისაც აქვს კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობენ და არ მოხდეს დუბლირება და ასე ვთქვათ, არ მოხდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებად ის ადამიანები, ვისაც აქვთ უკვე კერძო სადაზღვევო პაკეტი. ეს არის, ასე ვთქვათ, მთელი არსი, რაც ნამდვილად ახალი არ არის, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, უკვე 2013 წლის საყოველთაო ჯანდაცვის პირობა იყო სწორედ ყველა იმ ადამიანის ჩართვა, ვისაც არ ჰქონდა კერძო სადაზღვევო პაკეტი. რაც შეეხება უფრო მეტ სარგებელს იმ ადამიანებისთვის, ვინც იქნებიან 2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, დაემატებათ თუ არა, ვთქვათ, მათ სერვისებს ან მომსახურებას, რაიმე ახალი კომპონენტები, ვთქვათ, მედიკამენტებთან დაკავშირებით ან სხვა სერვისებზე. რა თქმა უნდა, ეს გამიჯვნა ჩვენ შესაძლებლობას მოგცემს, რომ მეტი სარგებელი, მეტი, ასე ვთქვათ, სერვისი მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს უფრო ჭირდებათ და რა თქმა უნდა, ეს შეეხება ასევე მედიკამენტებს, ძირითადად ესენციურ მედიკამენტებს, ძირითადი ქრონიკული დაავადებებისა, რომელზეც მოდის, ასე ვთქვათ, ძირითადი დანახარჯი ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში. რა კომპონენტების დამატება იქნება გარდა მედიკამენტებისა? თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. ძირითადად მოაზრებული არის ესენციური მედიკამენტების დამატება ძირითადი ქრონიკული დაავადებების მარცვლისათვის. თქვენ ახსენეთ, რომ მოხდება გამიჯვნა, მათ ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ისინი ვეღარ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. იმ შემთხვევაში, თუ თქვათ, არის გადაუდებელი დახმარების საჭიროება და კერძო სადაზღვევო კომპანიის ლიმიტი კონკრეტულ დახმარებაზე ამოეწურა მოქალაქეს და მას არ აქვს საშუალება რომ გააგრძელოს მკურნალობა საკუთარი ხარჯებით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო აიღებს თუ არა საკუთარ თავზე ასეთი ადამიანების დაფინანსებას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, ასე ვთქვათ, სწორი რომ მოხდეს სწორად, ასე ვთქვათ, დაგეგმა ამ პროცესის. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ის, როდესაც მოხდება ლიმიტის ამოწურვა, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მიმართულება არის განხილვაც მიდის ჯანდაცვის სამინისტროში. ეს არის ის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ამოეწურებათ სადაზღვევო პაკეტის ლიმიტი, არსებობს გარკვეული პროგრამები, მათ შორის ვერტიკალური პროგრამები, რომლითაც შესაძლებელი მოხდება გადაფარვა იმ სერვისების და კატასტროფული დანახარჯებიდან დაცვა იმ ადამიანების, რომელსაც უკვე ამოეწურებათ სადაზღვევო პაკეტის ლიმიტი. ანუ ასეთი ადამიანები არ იქნებიან მიტოვებულები. ნამდვილად გიდასტურებთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სისტემა ისე დაიხვეწოს, რომ ყველამ მიიღოს შესაბამისი, ასე ვთქვათ, კეთილდღეობა. კიდევ ერთი კითხვა, თუ მოქალაქეს აქვს მაღალი შემოსავალი და ის არ სარგებლობს შეგნებულად კერძო სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით, ასეთ ადამიანებზეც გავრცელდება თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ასეთი ფაქტები იქნება. თუ შეიძლება არ მესმის კარგად გაიმეორეთ. თუ მოქალაქეს აქვს მაღალი შემოსავლები და ის არ სარგებლობს კერძო სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით და სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ასეთ ადამიანებს დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო, თქვათ,
რეფორმის შემდეგ. მოდით ასე ვთქვათ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური კონსულტაცია საერთაშორისო საექსპერტო მისიებთან, სწორი მოდელის შემუშავებასთან დაკავშირებით. ჩვენ დეკემბრის თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და იანვარში მსოფლიო ბანკიდან ველოდებით საერთაშორისო საექსპერტო მისიებს და განხილული იქნება სწორედ ეს საკითხები, თუ რა მოდელით უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, რომელსაც აქვს გარკვეული წლიური შემოსავალი. ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი პასუხისაგან, იმიტომ რომ ეს იქნება განხილვის თემა დეკემბერში და იანვარში, როგორც მოგახსენეთ ამ მისიებთან და შესაბამისად მხოლოდ შემდეგ უკვე იმ რეკომენდაციებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ერთად ასე ვთქვათ მივიღებთ, იქნება განხილული ფართო საექსპერტო ჯგუფთან საქართველოში ჩვენს რეალობაში და მხოლოდ შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ვისაუბროთ უკვე კონკრეტულ მოდელებზე. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ კიდევ ერთ საკმაოდ აქტუალურ თემაზე, რომელიც ეხება სამთავრობო სამინისტროებში კადრების შემცირებას. ჯანდაცვის სამინისტროში თუ იგეგმება ოპტიმიზაციის ასე ვთქვათ ცდელობა თუ არის დაგეგმილი, რომ გარკვეული შტატები იქნას გაუქმებული. ჩვენ ვმუშაობთ რომ მაქსიმალურად ეფექტური გახდეს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა, საქმიანობა, იმიტომ რომ მოგეხსენება ძალიან დიდი რეფორმების პაკეტი არის დაგეგმილი შემდეგი წლისათვის, მომდევნო წლებისათვის, შესაბამისად ამ ოპტიმიზაციის თემაზე ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, მაგრამ ჩვენ გარწმუნებთ, რომ ისეთი ასე ვთქვათ განახლება მოხდება, რომელიც ხელშეუწყობს ჩვენი რეფორმების ეფექტურად განხორციელებას. თუმცა როგორც მივხვდი, სამინისტროში განიხილება თანამშრომლობის შემცირების საკითხით, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ გაქვთ მიღებული. ვერ დაგიდასტურებთ ჯერჯერობით ამ საკითხს. დიდი მადლობა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული იყო ახალი ამბების სტუმარი.